ფარმაცევტულმა კომპანია GPC-მ საერთაშორისო დასახელების წამლების ეგრეთ წოდებული ჯენერიკ მედიკამენტების შემოტანასა და რეალიზაციასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა. მასში ამერიკელი და ჰოლანდიელი ექსპერტები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე ქართველი მომხმარებლისთვის ჯენერიკ მედიკამენტების მიწოდების სარგებელი, ევროპული და ამერიკული პრაქტიკა და ხარისხის გარანტიები გახლდათ. საერთაშორისო დასახელების წამლები ეკონომიკური შეფუთვით საქართველოში სწორედ კომპანია GPC-ს შემოაქვს. კომპანიის დამფუძნებლის დავით კილაძის თქმით, ისინი ბრენდირებულ ანალოგებთან შედარებით 30%-ით იაფია. მომხმარებელს ჯენერიკ მედიკამენტების ცალობით შეძენაც შეუძლია. საქართველოში ჯენერიკ მედიკამენტის შემოტანა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტისთვის დანახარჯი ნაკლებია. ამერიკის შეერთებული შტატები ასეთი სისტემით დაახლოებით 50 წელია მუშაობს. დაახლოებით 40 წელია, როდესაც ასეთი სისტემით მუშაობთ. სისტემა საკმაოდ მრავალსაფეხურიანი და ბევრი ეტაპს მოიცავს, როდესაც პაციენტი მოდის ჩვენთან თავისი რეცეპტით. პირველ რიგში ხდება რასაკვირველია დანიშნულების გადამოწმება, დოზების გადამოწმება, პაციენტის თავზე ინფორმაცია სისტემაში როდესაც კომპიუტერში აიტვირთება ეს ყველაფერი, მხოლოდ მას შემდეგ ხდება შესაბამის სპეციალურ დაფასებაში და შეფუთვაში, რომელსაც დეტალურად აქვს დანიშნულება და დოზები მითითებული კიდევ ერთხელ ეტიკეტზე, ასეთი სახით გაცემა. ქართულ სამედიცინო საზოგადოებას წარუდგინეთ ის პროექტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია მუშაობთ და რომელიც გვინდა რომ გახდეს ცხოვრების წესი ჩვენს ქვეყანაში. ანუ ეს არის ჯენერიული მედიკამენტების თქვათ ეკონომიკური შეფუთვებიდან საწავო რეალიზაცია. მნიშვნელოვან წილად ცვლის ხარჯის სტრუქტურას სამედიცინო დანახარჯებში, ამცირებს ფარმაცევტულ სეგმენტს.